ფუტკრები. პატარა არსებები, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი მწერებია, მაგრამ სინამდვილეში მათი საზოგადოება ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სისტემაა დედამიწაზე. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ყველაფერს, რაც რამდენიმე დღის წინ თავად აღმოვაჩინე. Როგორ ცხოვრობენ ფუტკრები, როგორ თანამშრომლობენ, როგორ ქმნიან სრულყოფილ სისტემას და რატომ არის მათი პატარა სამყარო ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საოცარი საზოგადოება. არ გაიმეოროთ მიკმინა. ბიჭო, გამოიდე, თავზე მაგ ფუტკარი რა მოაჩა. რა ვიდეოებს მიიღებ მე ადამიანები. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მოგიყვებით, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა. რატომ გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა მაინც და მაინც ფუტკრებზე? სინამდვილეში, როცა კრეატორის ჟიური მოგცვა დავალება რომ გადაგვიღო შემეცნებითი ვიდეო ნებისმიერ თემაზე, თავიდან სულ სხვა მიმართულებით წავედი. პირველი იდეა, რაც თავში მომივიდა, იყო ის, რომ თქვენთვის მომეყოლა ამბავი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო ჩავედი გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება 2008 წლის ომში დაკარგულ ცხინვალს. თუმცა ადგილზე მისულს პოლიციამ არ მომსაუბრება, რომ რაიმე გადამეღო, თუნდაც მავთუხლართები. სოფელი კი გარედან საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ერთადერთი რაც შეუძლელი იყო ის, რომ ომის მუზეუმი დამეთვალიერებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში კადრების სიმცირის გამო გადავწყვიტე, რომ ამ თემას საბოლოოდ შევშვებოდი. მოკლედ სოფელ ნიქოზში ვართ, საზღვართან არ მიგვიშვეს, გადაღებაც არ გვიკრძალეს სამხედროებმა. კიდე ისეთი არაფერია რომ გადავიყვანო, ერთი უბრალო სოფელია, არაფრით გამორჩეულია, ძალიან ჩვეულებრივი. რა ვქნა ახლა არ ვიცი. ფიქრობ ერთი დავალების შეცვლაზე მანამდე. შემდეგი იდეა, რომელიც განვახორციელა, იყო საქართველოს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების აღმოჩენა და მათი ისტორიის თქვენთვის გაზიარება. პირველ ლოკაციად უჯარმას ციხე ავარჩია. ამ შემთხვევაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა იმის გამო, რომ ისტორიული თხრობა და ძველი ციხე-ნაგებობების დათვალიერება დიდად არ მიყვარს, ეს ყველაფერი ვიდეოშიც იგრძნობოდა და საბოლოოდ ჩემი ვიდეო საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. ამრიგად ორდღიანი იმედგაცრუების შემდეგ ჩემს მეგობარსა და ამჟამად კამერამენს გიორგის მოუვიდა ერთი კარგი იდეა, რომ გადაგვეღო შემეცნებითი ვიდეო ფუტკრების ცხოვრებაზე და ასე აღმოჩნდით საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალაში, ერთ-ერთ უსაყვარლეს ქალბატონთან მარიამთან, რომელმაც უამრავი ინფორმაცია გაგვიზერა ფუტკრების ცხოვრების შესახებ, რასაც უკვე ვიდეოში თავადაც იხილავთ. ასე რომ კომფორტულად მოკალათით. ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და დავიწყოთ. მეგობრებო, როგორც იცით, არ გავამივიდა არც საოკუპაციო სოფლების გადაღება და არც ისტორიის მხარე არ არის ფლაჩემი. თითქმის ყველასთვის ალბათ საინტერესო თემა ავარჩიეთ, ეს არის მეფუტკრეობა. მოვედით ქალბატონ მარიამთან კახეთში სოფელ სართიჭალაში გარდაბანს ეკუთვნის წესით. გარდაბნის რაიონში და მოკლედ მარიამი 11 წლიანი გამოცდილებით, ხო? ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ ფუტკრების სფეროში და უკეთესად მოგვიყვება ყველაფერს. გამიხარდა ძალიან რომ ამ თემაზე შეერეთ აქცენტი, იმიტომ რომ ძალიან სპონტანურად მოხდა, მაგრამ მაინც კარგია რომ დღეს აგვდგევარ და იმედია დღევანდელი ვიდეო მაინც გამოდის. სპონტანური ყველაფერი კარგი გამოდის ხოლმე. ფუტკრებს ნახავთ? ფუტკრებს? ფუტკრებს რა თქმა უნდა ნახავთ. კი არ არის ახლა მთათ ისეთი აქტიური სეზონი, მაგრამ შეიძლება ის დაგვაროთ. ხო, სეზონს რაც გააჩნია, ერთი პრობლემა იყო, რომ გაზაფხულზე და ზაფხულზე უფრო აქტიურები არიან და ეს ფუტკრების სკის გახსნა და ასე შემდეგ უფრო აქტიურად ხდება გაზაფხულზე, ახლა შედარებით დაბალი ტემპერატურა, თუმცა დღეს თბილა და გაგვიმართლა. ასე რომ წავედით საფუტკრეში. წავედით. ასე ჩვენ შევიდეთ საფუტკრეში, რა თქმა უნდა გვჭირდება ეკიპირება. ეს არის მეფუტკრის კომბინიზონი, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა ჩაიცვათ. მე მართალია მიჩვეული ვარ ისე მუშაობას, მაგრამ თქვენ მაინც ჯობია რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვათ. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი გვაქვს ამ კომბინიზონის გარდა, ეს არის ასტამი, ესეთი ხელსაწყო, რაც გვეხმარება იმაში, რომ კასთან მუშაობის დროს ჩარჩოების კიდევ მარტივად ამოვიღოთ. და მეორე ხელსაწყო ეს არის საბოლებელი, რომლის გარეშეც საფუტკრეში ვერ ვიმუშავებთ, ხო? იმიტომ რომ რას უშვებო, სულ მაინტერესებდა ხოლმე ეს ფუტკრები, რატო აღარ იკვინებიან მაგის? ეს ბოლი, რაც აი ამ საბოლებლიდან გამოდის, ფუტკრებს შორის ახშობს კომუნიკაციას, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სკას ხსნით, მათყავთ ისეთი ფუტკრები, რომლებიც იცავენ სკას, ამიტომ ხო, განგაში სიგნალი ირთვება, ანუ ეს ოღონდ ქიმიური სიგნალი არის, რაც მათ შორის ვრცელდება და ჩვენ როდესაც ამას ჩავუბოლებთ, მათი ესე ვთქვათ კომუნიკაცია წყდება და შესაბამისად ნაკლები ფუტკარი გვესწრავს, ამიტომ აუცილებლად გჭირდება რომ თავისუფლად ვიმუშაოთ. ხო, ეს არის ერთ-ერთი ისეთი უცნაური და განსაკუთრებული სკა, აფრიკული სკა არის. კი, ეგ შეგიძლიათ მოხსნათ და აქ ფუტკრები ისე ცხოვრობენ, როგორც აი ბუნებრივად, მაგალითად ხის ფუღუროში, ან ვთქვათ, კი, ეგეც შეგიძლიათ მოხსნათ. ან ხის, ან კლდეში
და მთლიანად თვითონ აშენებენ ფიჭებს. აფრიკული რატო ქვია? იმიტომ რომ აფრიკაში არის გავრცელებული, როგორც მახსოვს, კენიაში იყენებენ ასეთი ტიპის კებს. და აი ნახეთ, აი ეს არის ფიჭები ახლა, რომელიც მთლიანად მათ მიერ არის აშენებული. კი არ მეშინია და რამე, მაინც ახლა სიმხილეს თავი ასწივა პროსტა. ხო. ну, ვეცდები რომ დაგამეგობროთ, ახლა არ ვიცი ამდენად კარგ ხასიათზე იქნებიან, იმიტომ რომ ეს ისეთი დაბალი ტემპერატურა მათზე მოქმედებს, მაგრამ შეგიძლიათ. მე არ მეშინია. მე ზუკავა, თუ მიკბენთ არ დავიყვირე. ვაი, ბოდიში. აი თუ დააკვირდებით, ნახეთ როგორი განსხვავებული ფიჭის უჯრედები არის, ხო ხედავთ, ზოგი პატარაა, ზოგი დიდია და ნუ ეს გამომდინარე იქიდან, თუ რომელი, თქვათ, ფუტკარი უნდა გამოიჩეკოს შიგნით, ეს იქნება მუშა ფუტკარი, მამალი ფუტკრებისთვის მაგალითად უფრო დიდი უჯრედებია, რადგან ისინი ზომაში დიდები არიან და თაფლისთვის კიდევ ცალკეა უჯრედები, ანუ ყველაფერი არის კლასიფიცირებული, ესე ვთქვათ და ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული. პროფესიონალურად იქნება. ოღონდ ამდენი ყოფილი. ხო, ეს უფრო ბუდის ცენტრალური ნაწილია და შედარებით უფრო მეტი ფუტკარი არის ახლა. ანუ მე ფუტკრაობა ის არის, რომ მარტო სკა გახსნა და თაფლი ამოიღო. ხო, აი უნდა გესმოდეს მათი, უნდა გრძნობდე, ანუ რაღაცა სიმბიოზში უნდა იყო და კომუნიკაციაში. ფუტკრებო, ჩემს გამომწერებს რო ვთქათ, რომ არ გამოიწერონ, იმიტომ რომ ეს წელიწადში უნდა ავიდე 100,000 გამომწერზე და გიორგის მაინც ამ დროს მოვიდა კამერის ქვეშ გაძრომა. აი ამ ფიჭის უჯრედებში არის ჭეო. ნუ იგივე ყვავილის მტვერი არის, რომელიც ფუტკრებს შემოაქვთ, შემდეგ ფერმენტულად გადაამუშავებენ და ფიჭის უჯრედებში ათავსებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცილოვანი საკვები მათთვის. იმიტომ რომ თუ არ ექნებათ ცილები, შესაბამისად ოჯახი ვერ განვითარდება. ანუ ეს უფრო გაზაფხულზე და ზაფხულში, ნუ ახლა ამ მომენტში ცილები დიდად არ სჭირდებათ, მხოლოდ ნახშირწყლებს მოიხმარენ, ანუ თაფლს და აი ამ კვების ხარჯზე გამოიმუშავებენ მკერდის კუნთების შეკუმშვითა და მოდუნებით სითბოს. ახლა მე დედა ფუტკარს ვეძებ, მთლად მარტივი? არ არის ახლა ამ პერიოდში. თან ეს ისეთი ჩარჩო, აი ვიპოვე დედა ფუტკარი. აი, ნახეთ. აი ეს არის დედა ფუტკარი. აი თუ ხედავთ როგორი განსხვავებული არის. მისი მუცელი უფრო გრძელი არის და ცოტა ფერშიც განსხვავებულია. ზოგადად ფუტკრების მორფოლოგია და ფიზიოლოგია კი, განსხვავებული არის მათი სამუშაოდან გამომდინარე. რადგან დედა ფუტკარი ერთადერთი რეპროდუქციული, ესე ვთქვათ, სრულფასოვანი მდედრია, შესაბამისად, მას დიდი მუცელი აქვს, იმიტომ რომ საკვერცხეები სრულფასოვნად აქვს განვითარებული. და დღეში რამდენი დადებული? დღეში შეუძლია აქტიურ სეზონზე, ნუ ეს გაზაფხულის, ზაფხულის პერიოდში, ნუ როცა საკვები რესურსებიც არის, 1000 და მეტი კვერცხი დადოს. შეგიძლიათ თქვენც დაიჭიროთ. ოღონდ დედა ფუტკარი არ დამიკარგოთ. თორე ეს ოჯახი განადგურდება. მერთო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მისგან გააწყობლება, აი მე ნუბზოი ხარ. ანუ ზოგადად აი როცა კომუნიკაცია გაქვს, იგრძნობა, რომ წყნარად არის. აი მე რა ქენით ხარ? მე გული. თქვენ ესეც არ გასვიათ ხო? გიორგი, მოგეშინია. მე მაცვიარად თავარია. ეს არის აი აქ უნდა ხას მომენტი გამოიჭირო რა. მომენტი. ნახე აქ ჩამოკიდებულები არიან. მოდი, აი ეს ხელი გამოიმოსო. რატო არ მეშინია? მე ფუტკრების მზადებელი ვარ. გარია ბიჭო. მოვდა მეშინია. სიო, fly. Spider-Man შევა. Fly! Up and away, web! აუ რა მაგარია ბიჭო, ზოგადად სხვა სამყაროში გავიჩიტე რა, ისტორიის ძეგლები და ის. თუ დაგაინტერესებთ ექსკურსიები, თაფლისყიდვა თუ მოგინდებათ ან თუ დაგჭირდებათ რომ ისწავლოთ მეფუტკრეობა, აპის სახლის ლინკი იქნება აღწერაში, Instagram ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ მარიამს მიწეროთ, ძალიან კარგი გოგოა, ყველაფერს დაგაკვალიანებთ ხო მარიამ? კი, რა თქმა უნდა და ფუტკრებთანაც დავამეგობრდეთ. ხო და შეგიძლიათ შემსავით ესეთი ექსტრემალური რაღაცები გამოსაგოთ. მაგრამ შეგინან სოფლიანი ვარ და არ ვიცი. გინდა ცოტა ექსტრემალური, აი ესე ხელები გამიშალე და ჩაგიფრეთ ხარ. მიდი. აი ცოტა ოდნა უკან გაიწეთ, აი ესე ორი მუჭა გაშალეთ. ამას რა უყურე? ეგენი იყო. შენახო, თუმცა ძალიან აირევიან რა. სახში არ გაიმეოროთ. მიკპინა.
ვაიმე რა ცუდი იდეა იყო ღმერთო დედიკო მიყვარდი ეს მომიკბინა გამისივდა ხელი გაფრიდი რა ეს გაჭედილია მოდი ისე ვქნათ რომ ისე ამოვიღოთ რომ არ გაფუჭდეს გაფუჭებულია აუ ნესტარი ჩარჩა ფუტკარი. ერთი ფუტკარი კი შევიწირე იმიტომ რომ ნესტარს ვერ იღებს სინდერად ღვაწ გიწობენ რომ რჩება და მე ნათვალია. რომ თიეულია ბიჭო ეხა ამდენი რომ დამესიოს რა მოუკვდები ეგრე არის 50-ს და მეცაც გასივდება ეხა პროსტა არ შევიმჩნია არ ვიცი ჯერ აი აქ არის ნესტარი არ გამოჩნდება კამერაში მოკლედ მეგობრებო ფუტკრის ხორებას გავეცანით მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ რას ქმნიან ეს საოცარი არსებები ძალიან ბევრი პროდუქტების მიღება შეგვიძლია ჩვენ ფუტკრის ოჯახისგან ეს არის თაფლი, ნუ რაც ყველაზე ცნობილია, ყვავილის მტვერი, ჭეო, დინდგელი. ეს არის ყვავილის მტვერი და ასაც ფუტკარი. კი, მაგასაც ფუტკარი აგროვებს. თან გავსინჯოთ ახლა აქ მოვიდა და თაფლი არ შეუჭამო. ისე რანაირად. ამასობაში გამოიწერეთ ჯერ არხი. წაბლის ამოცნობა ყველაზე ისეთი მარტივია, იმიტომ რომ მწარე გემო აქვს, მუქი ფერი აქვს და ხო, მაგას უფრო ისეთი ბალანსირებული გემო აქვს. თუმცა მაინც აი ძალიან რთულია გამოიცნო, რომელი მცენარეების არის ეს თაფლი. ხო, მაგას არც ვაპირებ, უბრალოდ გამიძინე. ხო. შანსი არ მაქვს. ეგ არის აკაციის თაფლი. ყველაზე ღია ფერის და გამჭვირვალე არის ზოგადად აკაცია. ცაცხვი. ცაცხვი არ გამიშინა. ცოტა მახსოვრობაში გარღვევა გვაქვს, იქნება თაფლმა მაინც მისვლის. მაგარი გემრიელია, მართლა აი. ანუ ეს არის კრემთაფლი ქვია, ხო? კი, ყველაზე ესეთი საინტერესო თაფლი არის. ქედან რომელიმე არის ეს, ანუ მინდვრის ანუ რამე. ხო, ეს არის ზოგადად მინდვრის ყვავილების თაფლისგან კეთდება, ანუ ისეთი თაფლისგან, რომელშიც გლუკოზა ჭარბობს, იმიტომ რომ ესეთი თაფლი სწრაფად კრისტალდება და შემდეგ ინტენსიური მორევის შედეგად შესაძლებელი არის, რომ ესეთი კრემისებური სტრუქტურა მიიღოს. მოკლედ ეს არის ყვავილის მტვერი, როგორც ვიცი, მაგრამ ფუტკარი როგორ შეგვამოძრაობა? მაიმე. ფუტკარი, როდესაც თაფლოვან ყვავილთან მივა და ჩაძრება სანექტრეში, ამ დროს სხეულზე ეყრება ყვავილის ან მტრიანებიდან მტვერი. მტვერი ეკრობა თან ბუსუსებზე. ამ სხეულიდან მოიშორებენ აი ამ მტვერს, დააგორგულავებენ და ფეხებზე აქვთ კალათები. და იმ კალათებზე მოათავსებენ და შემდეგ შემოაქვთ სკაში. და თავისი მოზარდი თაობის საკვებად და ახალგაზრდა ფუტკრების საკვებად იყენებენ. ძალიან სასიამოვნო საჭმელია სხვა შორის. არც ეს არ ვიცი. თულია რა ეხლა კამერის წინ თქვა რომ აი კარგია და რაღაცა და ის, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი და ასთავარია ნატურალური. სანთელი და ცვილი დაგვჭირ, რომელიც სამწუხაროდ არ იწმევა, მაგრამ ხო, ამას ვერ შეჭამ. სამი საინტერესო ფაქტი რომ მითხრა ფუტკრების ცხოვრების, ან მე ფუტკრების შესახებ. სოციალური ორგანიზმები არიან ფუტკრები, ოჯახებად ცხოვრობენ. ოჯახში არის დედა ფუტკარი, მუშა ფუტკრები და მამალი ფუტკრები. მუშა ფუტკრები ზოგადად ყველანაირ სამუშაოს ასრულებენ სკაში და ისინი არიან მდედრობითი სქესის ინდივიდები და მამალი ფუტკრების ფუნქცია ზოგადად არის მხოლოდ და მხოლოდ დედა ფუტკრის განაყოფიერება. ამიტომ როცა გამრავლების სეზონი სრულდება, დედრები აშიმშილებენ მამალ ფუტკრებს და ასუსტებენ და მე სკისგან გარეთ აძევებენ და ისინი სკის გარეთ სიცივი და შიმშილით იხოცებიან. მეორე საინტერესო ფაქტი კიდევ ის არის, რომ ფუტკრებს აქვთ კომუნიკაციის ძალიან მრავალფეროვანი მექანიზმები. მაგალითად ეს არის ფერომონებით კომუნიკაცია, ანუ ქიმიური სუნებით კომუნიკაცია, ასევე ცეკვებით, რითიც თქვათ რუკას ხაზავენ და ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან. ასევე ვიბრაციები, ხმოვანი სიგნალები, ძალიან ჰერწყვის საშუალებითაც ცვლიან ინფორმაციას და ანუ ძალიან ისეთი დახვეწილი და ორგანიზებული მწერები არიან. მესამე საინტერესო ფაქტს კიდევ გეტყვით, რომ დედა ფუტკარი ზოგადად გასანაყოფიერებლად გადის სკის გარეთ და არის ესეთი ადგილი, ქვია მამლების თავშეყრის ადგილი, სადაც მამალი ფუტკრები იყრიან თავს. და იქ ეს დედა ფუტკარი დაახლოებით 30 მამალთან წყვილდება. ამას პოლიანდრია ქვია, ანუ მრავალქნიანობა. აი თქვენ გოგოებო არ მიბაძოთ დედა ფუტკრებს. ერთი საკმარისია. მეგობრებო, უკვე ვფიქრობ, რომ ბოლოსკენ გავედით, იმიტომ რომ ზოგადად მაქვს 15 წუთიანი ქრონომეტრაჟი, რომ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. თუ და გაინტერესათ ამ ყველაფერმა, უკვე მეტი და მეტი შეგიძლიათ უკვე მარიამს დაეკონტაქტოთ და მარიამი უკვე აგიხსნით როგორ იქნება. ეს იყო იმედია მოგეწონათ ვიდეო, ვფიქრობ ინფორმაციული იყო, ვფიქრობ თემაც ისეთი იყო, რომ ფუტკრების ცხოვრებაზე ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და ნუ მე პირადად ძალიან ბევრი ვისწავლეთ დღევანდელი დღიდან. ოჩა. და რა ვიცი, ეგ იყო რა. არხის გამოწერა ვიდეოს და ლაიქება და კომენტარებში აზრის გაზიარება არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეომდე. აბა, კარგით. მოიცა ეგ ჩვენებურად. კაი იყო ხო? გიორგი კატ. გიო, თაფლი გინდა? მე ხა ყველანი თაფლის საჭმელად. ალა გემიდიოდი.